მშვიდობის ეძმის ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება თვითნასწავლი მხატვარი ვაჟა მაზმიშვილი. უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეგხვდით. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ლომი. ოცნება ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა. საყვარელი მხატვრები გოგენი, მონე, ვან გოგი, რაფაელი. ჰობი ხატვა და მუსიკა. საყვარელი საჭმელები ხინკალი, მწვადი, ლობიო. საყვარელი ფერები შავ-თეთრი და მწვანე. წელიწადის საყვარელი დრო, შემოდგომა. საყვარელი მწერლები ლადო ასათიანი და ვაჟა ფშაველა. ვაჟა მაზმიშვილს ბავშვობაში მხატვრობაზე არასოდეს უოცნებია, მაგრამ ცხოვრება ხომ ახსავსია მოულოდნელობებით. ის ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ხელში ფულს აიღებდა და შექმნიდა შესანიშნავ ნახატებს. იგი ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი და წყნარი იყო. სხვა ბავშვებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. სკოლის პერიოდში განსაკუთრებით კარგად არც უსწავლია, თუმცა ძალიან უყვარდა ჰუმანიტარული საგნები. ხატვაში კი რა თქმა უნდა ფრიადი ეწერა. ამ ყველაფრის დასაწყისი კი ალბათ ეს იყო. მაშინ მეშვიდე მერვე კლასის მოსწავლე იქნებოდა, როდესაც პირველი სურათი შექმნა. თავის მეტად ლამაზ ორიგინალურ ნამუშევრებს ამხანაგებს ჩუქრიდა. შემდეგ ისევ ხატავდა. სურათის შექმნაზე მუშაობის პროცესი ისე მოიხიბლა, რომ მიხვდა, რომ ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში უნდა ეკეთებინა. პირველ სურათს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. მის მიერ შესრულებული მრავალფიგურიანი კომპოზიციების შექმნა დიდ შრომასა და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. ახალგაზრდა შემოქმედი ძირითადად ტუშით მუშაობს, უპირატესობას შავ-თეთრ ფერებს ანიჭებს. თითოეული სურათის შექმნაზე ვაჟა მაზმიშვილი ხანდახან რამოდენიმე თვეს, ხან კი წლის განმავლობაშიც მუშაობს. როგორც ყველა ბავშვი მეც ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. გამონაკლისი არ ვიყავი არავისთან. ალბათ ბავშვობიდანვე ძირითადად ჩემი ჰობი სიყვარული ალბათ ხატვა იყო ისე. მუსიკა მიყვარდა, ეხლაც რა თქმა უნდა. სკოლის პერიოდშიც ხატვაში ფრიადი მყავდა, რა თქმა უნდა. ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა ძირითადად. გამორჩეული არ ვიყავი მაინც და მაინც. როგორც ფოტოს როგორც ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. არავის არ ვაპარაზებდი, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში. რა ურთიერთობა გქონდათ? შატალოზე არ დადიოდი? თუ სხვების დადიოდნენ, მეც რა თქმა უნდა დავდიოდი და ეს. და რო ყოფილიყავი ინიციატორი, ეს მასეთი ბავშვი არ. ვაჟა მაზმიშვილს სპეციალური განათლება არ მიუღია. ხატვა მამისაგან ისწავლა. არც მამამისი ივანე მაზმიშვილს ჰქონია აკადემია დამთავრებული. უცხოენების პედაგოგმა ფულს მოკიდა ხელი. მისი შესანიშნავი პეიზაჟები ახლაც მათ ბინას ამშვენებენ. მან უფრო სხვა სტილი აირჩია. ზეთოვან საღებავებს დროდადრო ანაცვლებს ფანქარს, აკვარელს, ტურს. ბოლო პერიოდში ხელზეც ამოწვეთს თადა. როგორც ყველა აღნიშნავს, აქ კიდევ უფრო გაუმართლდა. სამაგიეროდ მის ნახატებში გრაფიკული ნამუშევრები ჭარბობს, ქანდაკებად საკმაოდ აინტერესებს. მხატვარს მუსიკაც ხიბლავს. შეუძლია ერთნაირად უსმინოს კლასიკურსაც და როკსაც, ქართულ ხალხურსაც და საესტრადოსაც. ზოგჯერ სწორედ კარგი მუსიკის გავლენითაც იწყებს ხატვას, მაშინ ნახატში გრძნობების ჩანს. ხატვა და მუსიკა ერთმანეთთან შერწყმული დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს ხატვა, თავად სურვილი. სურვილიდან მოდის მერე ის ჩანაფიქრის აზრი, რაც უნდა გაკეთდეს. მე მგონი ყველა საქმეში მასე ხდება და ხატრობაში დასწრება. ის თვითონ ხატვა ერთი და ორი დღის საქმე არ არის, ეს რამდენიმე ხანი გრძელდება და შეკადაშიქმერე ალბათ კიდე რაღაც ხდება, რაღაც მოდის, რაღაცა ახალი აზრი ჩდება, ახალი იდეა ჩდება და ის მე ემატება იმ ნახატს და გამოდის საერთო ჯამში. თუ საჭიროა სრულყოფილი, თუ ჩანაფიქრის სრულყოფილებისგან არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ რა ვთქვა ახლა მეც არ ვიცი.
ნახატი არასდროს არ არის დამთავრებული საერთოდ. და დღეს რაღაცას ჩაიფიქრე, არა, ის ჩაფიქრებული ალბათ ბოლომდე მიდის. სანამ დამთავრდება. მე ნახატზე გითხარით, რომ ახლა ეს ახლდა რომ დავხატო, მეთქი ალბათ სხვანაირად დავხატო. აი ეხლა თავისუფალ დროს თვითონ რას აკეთებთ? გახატავთ თავისუფალ დროს თუ უფრო აი მუსიკას უსმენთ, ან უფრო აი რა საქმეებს? ნუ თავისუფალ დროს უფრო ხატავ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. ნუ ახლა ეს იდეა მაქვს და ეს ამის განხორციელებას აი სხვა რამეზე არ მინდა გავაცდინო და ცოტა საყოფა ცხოვრება თვითონ ეს ცხოვრება ცოტა მიშლის ხომაკეს პრობლემები ხო ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მეტი დრო მიაქვს ვიდრე აი რომ თვითონ ჩანაფიქრიაც აქვს რომ განახორციელო ეს პრობლემა ეს არის როგორც ცნობილია, ყველა მხატვარს თავისი თემა და სტილი აქვს, რაც მათ ნამუშევრებს ამდიდრებს და ალამაზებს. ვაჟა მაზმიშვილის შემოქმედება კი თავისი ორიგინალობით განსაკუთრებული ხედვით ყველასაგან გამორჩეულია. მის ნახატებში თემა არ ჩანს, იგი მომენტალური და შერეულია. როგორც მას მიაჩნია, მხატვარი აუცილებლად უნდა იყოს ინდივიდუალური, თავისი საქმის მიმდევარი. სხვისი ხელოვნება შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ მის მიმდევრად მაინც არ უნდა თვლიდე თავს. ასე აცხადებს ჩვენთან საუბარში მხატვარი. მის ნახატებში ჭარბად არის ნათელი ფერები, რომელიც ნახატებს უფრო აცოცხლებს და ახმიანებს. მისი ტილოები იყიდება კიდეც. ყოველ გაყიდულ ნახატს სულის რაღაც ნაწილი მიაქვს. თუმცა გასამჯელოს გამო არც უფიქრია სურათის დახატვაზე. ჩემი ნახატებით, რაც უფრო მეტი ნასიამოვნები ადამიანი მეყოლება, უკეთესია. ეს კი ჩემთვის დიდი გასამჯელოს ტოფასი იქნება. მისი ნამუშევრებით არაერთი პიროვნება მოხიბლულა, როგორც პროფესიონალი მხატვრები, ისე მისი ნიჭით აღფრთოვანებული პიროვნებები. ბავშვები პრაქტიკაზე მიყავდა გორიძის მეზამოებში სახატავად და ეს ხო სახლი რომ დავინახე უცებ გამახსენდა აქ ვაჟა ცხოვრობს. აბა ეჭი როგორ არის და ბავშვები შემოიყვნენ და ვიცოდი რომ ნახატები ქონდა რაღაც უნიკალური. აი ნამდვილი გრაფიკული ნამუშევრები ისინი. და ბავშვებმა პირები რაღაც ისე მოეწონათ. ვაიკა ეს საოცრება ნახეს რა. აქეთ ისე დაიმოხდნენ ბავშვები. რომ აი ორმაგად პრაქტიკა როცა ხარ ჩანახატები უნდა აკეთოს ხოლმე და რომ ნახეს ეს რა ნახატები ხო ეს ხო თან იცოდი რომ ეს არის სპეციალური განათლება არ ქონია მე შემოწა თავისი საი როგორც ბატონ მერეკრომაღეს ეს ხო აი როგორც გეიზერი ამოხეთქავს ცხელი წყალი საიდანაც ამოხეთქავს ხო ეს თვითნაბადივით არის გორის სინამდვილეში და მე ვიცი რომ გორში ინტელიგენცია საუკეთესო ინტელიგენცია ყავს გორში და ამას თვითონ ინტელიგენციაში აფასებს თვითონ ნახავ რომ გორში თურმე ესეთი უნიკალური მხატვრული ყოლია და მე ამიტომ ვარ რომ ეს მოტაგინება თქვენგანა ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ აი ესეთი დაგთავდით და ნამდვილად აი ამ ხალხებაზე მე მგონი გაწმირებულები არ ვიქნებით მე უსურებ ამასა რა ამას უნდა მარტო ეს ნამუშევრები ესე ქაღალდი კი არ უნდა იყავოს ქაღალდი კი არ უნდა ედოს ეს ყველაფერი უნდა ჩარჩოში უნდა იყოს ჩასმული და ამაზე შეიძლება ერთი სადმე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში კაპიტალისტური იქნება თუ რაც იქნება ნებისმიერი გალერეა ამას ჩამოკიდებს და რაღაც პერსონალური გამოფენა იქნება მე ვარ რაღაც შეიძლება დიდი პოპულარობაც კი მოიხვეწოს ამან აი ეს რაღაცა გამოფენა თუ გაკეთდება ვაჟა არის თვითნაბადი ხელოვნებაში და მე ასე მესმის როგორც მეტეორი შემოჭრილი მხატვრობაში მაგას არც გამგზელებელი ყავს და არც წინაპარი არ ყავს. აი მხატვარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მიაღწიოს თავის მიზანს. ასე იგი ყველაფერს ხმარობს. მე მგონი თუ და შეიძლება ტალახს კი ხმარობს. თუ კი მიზნის მისაღწევად ყველაფერს ხმარობს მხატვრობაში და აი ბევრი გრაფიკული ნამუშევარი ფერწერის სიმაღლეზე არის. აი მაგალითად ნახეთ აქ კარგად ვერ ხედავ აქ არის ბევრი ნამუშევრები ისეთი რომელიც ფერებში კოლორიტი ისეთი გემრიელი ტონები დადებული ისეთი პროფესიონალური და ერთი რამე აქვს რომ არ არის აკადემიზმის ჩარჩოებში მოქცეული თავისუფალი ეს და ამ ყოველწლიანაც მოგახსენეთ რომ ყველაზე დიდი მხატვრობა არის ესე იგი რაც მეტი პირობითობა ამ მხატვრობაში უფრო დიდი
დიდია ხელოვნება და ყველაზე დიდი ის არის რომ ასე იგი ოპტიკური ხედვის იქით არის დიდი ხელოვნება. შთაბეჭდილება, რასაც მხატვრის ნამუშევრები ახდენენ მნახველზე, არის თვითყოფადი ნიჭის ახლებური სვლა, ახლებური ხედვა. მისთვის უცხოა ხატვის ტექნიკა, აკადემიზმი, პროფესიონალიზმი. სამაგეროდ ნაცნობია მისეული ხედვა და იმ მასალის მხატვრული აღქმა, რაშიც და რაზეც ის მუშაობს. იგი მეტად ორიგინალური და თვითმყოფადია. მისი ყოველდღიური საყვარელი საქმიანობად იქცა ლამაზი ნახატების სხვადასხვა კომპოზიციების შექმნა. მისი ყველა ნახატი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. დროთა განმავლობაში ამგვარად შექმნა მან ასობით ნამუშევარი, პეიზაჟები, წმიდანების სურათები, აბსტრაქტული, ღრმად ფილოსოფიური ნახატები. ხელოვანის ყოველი სურათისათვის საკმაო ოსტატობა და შრომის მოყვარეობაა საჭირო, რათა ასეთი რუდუნებით შეასრულო ეს რთული კომპოზიციები ტუშით. ეს სურათები შექმნილი არ არის ნატურიდან, იგი წარმოსახვით ასრულებს ნატურმორტს, რომელშიც სულიერი თუ უსულო საგნები მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს ჯერ შორი გზა აქვს გასავლელი. პერსონალურ გამოფენას უფრო ნახატების მეტი რაოდენობა უნდა. და შერეული გამოფენაც იყოს კარგი იქნება, რა თქმა უნდა. უფრო აი გორში რო ტარდებოდეს, ხშირად ტარდებოდეს გამოფენები. მარტომი არა ვარ გორში, არიან ვერ კარგი მხატვრები არიან და იმათთან ერთად შეიძლება. და პერსონალურ გამოფენას უფრო მეტი რაოდენობა უნდა. რაც უფრო მეტი სურათი, უფრო მეტი აზრი შეიქმნება, უფრო მეტი თვითონ ეს და შეივსოს, ეს დარბაზი იქნება, რაც იქნება ეს შეივსოს და მე არ მაქვს ნახატები არ მაქვს. ის, რასაც მხატვარი აკეთებს, ძალიან მოსწონს და დიდ სიამოვნებას იღებს ამ საქმიანობით. განტვირთვის დროს მუსიკას უსმენს და სხვა სამყაროში ინათლებს. მისმა ნამუშევრებმა არაერთხელ გამოიწვია აღფრთოვანება მნახველში. სამომავლოდ სურს პერსონალური გამოფენის მოწყობა და სურვილი აქვს, რომ შემოქმედ ადამიანებს გზა ფართო მიეცეთ და დაფასდეს მათი ნიჭი დღევანდელ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულია, მაინც ახერხებს საოჯახო საქმიანობას, სადილების მომზადებაც ეხერხება და მოხუც პენსიონერ დედასაც ხშირად ეხმარება. დედაჩემს სწავლობს მიხედვით აღარ შეუძლია და რა თქმა უნდა ეს საქმე რო არ გაკეთდეს, სხვა არ უნდა გავაკეთოს. ისევ ჩემი გასაკეთებელია ეს. სადილების მომზადება ეხერხება, მაინც განსაკუთრებულად რას ამზადოთ. კი, თუმშია ყველაფერს ვაკეთებ. მაინც ძირითადად ჩემს მე შეიძლება მოგახმარო რაღაცას. მას არასოდეს უცდია პერსონალური გამოფენის მოწყობა, ან და საზოგადოების ზედმეტად ყურადღების მიქცევა. ყოველთვის ჩრდილქოშ განზე იდგა. იგი ხომ სრულიად ახალი ხედვით და ფერადოვნებით შემკული ნახატებით გაიცნო არაერთმა ადამიანმა. ჩვენი მიზანი არ არის მაინდამაინც დღეს სრულად ამომტურავად ვილაპარაკოთ ვაჟა მაზმიშვილის შემოქმედებაზე. უბრალოდ გვინდოდა მაყურებლისათვის გაგვიცნო მისი პიროვნება, მაგრამ ამას ჩვენზე უკეთ შეძლებენ მის მიერ უზადო ოსტატობით შესრულებული სურათები. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ჩვენ ერთ კვირაში უკვლავ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.